ლიხმები, ძველი გემო, ძველი ფერი, ძველი სურნელი, ძველი ჰანგები და აწმყოზე მომართული ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. მიშა და ნინო ძველი რადიო დაგიბრუნდით. დღეს 14 ივნისია, საქართველოში შიშმუპირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება და სატელეფონო ხაზია ჩვენი სტუმარი ინკლუზიური თეატრის აზდაკის ბაღის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი ბაჩო გაბრუაშვილი. ბაჩო, მოგესალმებით. გამარჯობა ბაჩო. გამარჯობა მოგესალმებით. მოკლედ, როგორც სტუდიაში, ასევე სატელეფონო ხაზზე მოდი ვთქვათ, ეთერს მიღმაც ყოველთვის გვიხარიხარ, იქიდან გამომდინარე. ძალიან დიდ საქმეს აკეთებ, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხარ და კიდე ერთხელ ვიტყვით, რომ ინკლუზიური თეატრი აზდაკის ბაღი სულ ცოტა ხნის წინ 10 წლის გახდა, ერთად აღნიშნეთ 10 წლის იუბილე და თან ძალიან მნიშვნელოვანი რამ აფხაზეთის სახელმწიფო თეატრის სტატუსი მოგენიჭათ და ბაჩო, როდესაც ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ 10 წლიან ისტორიაზე, რა თქმა უნდა, დიდი გზა გაიარეთ, ხო? ეს გზა იყო, ასე ვთქვათ, ეკლიანი არა, ეკლიანიც იყო, იქ ვარდებიც იყო, ამაზე უფრო დეტალურად ბაჩო გვესაუბრება და ზოგადად იცი მაინტერესებს, როდესაც ჩვენ დღეს აღნიშნავთ შიშმუპირთა უფლებების დაცვის დღეს, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუნდაც ის რომ დიახ, ჩვენ აქ ვართ, ის რომ შიშმუპირთა უფლებების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მთავარი გზავნილია თანაბარი შესაძლებლობები, თანაბარი უფლებები და ყველა ადამიანმა ანუ ეს იქნება თეატრი, იქნება უწყება, იქნება დღის ცენტრი, არასამთავრობო სექტორი, თვითონ ეს ადამიანები, არ ვიცი, ყველა ანუ თემს გულისხმობ, თავის გზა გაიარა და იმისკენ და აი ის რომ დღეს მიგვეღო ის რაც გვაქვს, ხო? და მოდი ახლა კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბროთ აზდაკის ბაღის 10 წლიან ისტორიაზე. რითი დაიწყე, როგორ დაიწყე და სადამდე მოხვედი? კი ბატონო, ნინო, მიშა, მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, ასე დავიწყებ, მესალმები რადიო იმედის მსმენელს და მივყვებით ნელა-ნელა ამ 10 წლიან ისტორიას. კი ბატონო, 10 წელი არ ყოფილა ადვილი, თუმცა ეს ყველაფერი იყო პროცესი და ძალიან საინტერესო. თავისი აღმართებით თუ აღმართებით, არა, აბსოლუტურად ყველა ნაწილი იყო ძალიან საინტერესო და მივყვები იქიდან რომ დაარსდა ავტოფარეხის სტილის ის იყო, ხო, ავტოფარეხი იყო ქვევით რო ჩავდივართ, კორპუსის ქვევით, ჩვეულებრივი 40 კვადრატული მეტრი და აი პირველი სამი სპექტაკლი დავიწყეთ იქით და თუ დაღმართებზე არის ლაპარაკი, როგორი დაღმართიდან დავიწყეთ, არა? ჩვეულებრივი სარდაფი იყო, ავტოფარეხის სარდაფი, აი ეს ორივე ხმარობდნენ, მოკლედ ამას სანამ მე ავიღებდი მოკლედ ამ შენობას დავიწყეთ და ნელა-ნელა გავუყევით ამ 10 წლიან გზას, სადაც ჩაერთო სხვადასხვა კერძო თუ სამთავრობო სტრუქტურები, იყო ხანდახან გულისწყეთაც, ჩავარდნაც ისიც, თუმცა როგორც აღნიშნეთ, დღეს უკვე მსოფლიოში პირველი ინტეგრირებული თეატრია სახელმწიფო სტატუსით, აფხაზეთის სახელმწიფო სტატუსით, მოკლედ და ეს ძალიან გვეამაყება და ძალიან ბედნიერები ვართ. ამიტომ ის ეკლიანი 10 წელი რაღაცნაირად უკან მოვიწოვეთ და ჩაჩოჩდა. დღეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და შიშმუპირების უფლების დაცვის დღეა და თუ უფლებებზე გვაქვს საუბარი, აი პირდაპირ უფლება აქვს ამ ადამიანებს, რომ დიახ, სახელოვნებო სივრცეში იყვნენ და შემოქმედებითად იწოდნენ თუ ღვაწობდნენ, არა? არ ვიცი სწორად როგორ თქვა. ხო და აი რეალურად დღეს ამ დღისადმი მიძღვნილი სპექტაკლი გვაქვს გზაში ვართ ახლა, ამიტომ არა ვარ ზუსტად ალბათ ეთერში ტელეფონით გერთვებით, არა? მივდივართ რომ ეს დღე აღნიშნოთ ქალაქ ტყიბულში, ჩვენი თეატრის ზოგადად ერთ-ერთი მხარე არის ის რომ ყველა რეგიონში ჩავდივართ, ყველაში სადაც მიგწდება ხელი, ჩავდივართ და რაღაცნაირად ვამჩნევთ ხოლმე ჩვენი არსებობის
შესახებ მოკლედ. რა ვიცი, კიდე რა გითხრათ? ბაჩო, და აი ნახეთ კი ბატონო, რაც შეეხება ინტეგრაციას, ხო, რა თქმა უნდა, ხელოვნება არის ინტეგრაციისკენ სავალი ერთ-ერთი საუკეთესო და მნიშვნელოვანი გზა. და ამაზე მინდა ისაუბროთ, თუნდაც ეს გზა როგორ გაიარეთ კონკრეტულად ინტეგრაციას რაც შეეხება და თუ როგორ იღებდა დაუშვათ მაყურებელი 10 წლის წინ აზდაკის ბაღის სპექტაკლებს როგორ იღებს დღეს, ანუ პარალელი გავატაროთ და რაც შეეხება ზოგადად გასვლებს. ეს არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი, ისევ იმას აღნიშნავ, რომ სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭება ეს არის ძალიან დიდი აღიარება და ამან ყველაფერმა როგორ შეცვალა დასის ცხოვრება. კი ბატონო. დიახ. კი ბატონო, მოგახსენებთახლავე ინტეგრაციას, რაც შეეხება დავიწყოთ ინტეგრაციის, ხო, ხელოვნება პირდაპირ პროპორციულად არის მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ ადამიანების და ტიპური ადამიანების, არის ინტეგრირებულ ცხოვრებაში არა. თუ კი ვამბობთ იმას, რომ რაღაც ერთად უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვაშენოთ, ერთად უნდა ვიყოთ, თეატრის ერთ-ერთი ყოფნის საშუალება, სადაც ტიპური განვითარების და მსახიობები ერთად თამაშობენ, ხო? მარტო თამაში ხო არ არის აქ, არის რეპეტიციები, არის სხვადასხვა თერაპიები და თუ კი ჩვენ რაღაც თერაპიებს დავარქმევდით, ერთად ყოფნის თერაპიები შეიძლება გამოვიგონოთ რაღაც და აი მათი წარმატებული სპექტაკლის თუ გასტროლის შემდეგ როგორ მეგობრდებიან, ხო? სხვადასხვა პროფესიონალი მსახიობი და ჩვენი თეატრის მსახიობი. ეს სამუდამო დამეგობრება, რომელიც არ მთავრდება კონკრეტული სპექტაკლით და მათ აქვს მე მეგობრობა, ურთიერთობა, მისვლამოსვლა ერთმანეთში თუ მიმოწერა ერთმანეთში და ეს არის ამით ძალიან მნიშვნელოვანია. ბაჩო მე ხელოვნებას, ხო, ხელოვნება კიდე როგორი საშუალება ყველა ვიცით, რომ ადამიანები რაღაც გავიწმინდოთ თუ ვიყოთ ამ ცხოვრებაში რაღაცა წარმატებულები და გამოვჩნდეთ და რაღაცები ვაკეთოთ. ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს ამბავია. ძალიან მნიშვნელოვანი გასტროლებზე ვისაუბრეთ, ხო, გასვლებზე ვისაუბრეთ. გასვლები ეს არის უმნიშვნელოვანესი. დედაქალაქში კიდე ნინო რაღაცები ხდება, ხო, შეგირებისთვის იქნება თუ რაღაც და რეგიონებს არა აქვს ეს ფუფუნება, რომ თქვათ რაღაცა წარმოდგენები გამართონ და თვითონ მაყურებელმა შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი გაიცნოს თავისი შეზღუდვებით და განეგნობით კი არა, საქმით გაიცნოს და თუ რა შეუძლია აი ამ ადამიანს და ყოველი გასვლა იმიტომ ხდება ხოლმე მნიშვნელოვანი და რაღაც გამარჯვებული შეგრძნებით გუნდები თვითონ რომ სულ სხვანაირი მაყურებელი ანუ სპექტაკლი როიქნება სულ სხვანაირი ადამიანები შემოდიან და სულ სხვანაირი ადამიანები გადიან და ყველას აქვს ერთი ტექსტი რომ კი ვიცოდით რომ მაგრამ ნუ აი ამდენს არ ველოდით და ეს ხო რაღაც მე ამაყებაკინდეთ და ცოტა ისეთი სიტყვებია მაგრამ ეს რეალობა გვიდგას ჩვენ რომ არავის არ გონია რომ ჩვენ აი ამდენი შეგვიძლია და ზუსტად გადავხდები კიდე შეკითხვაზე რომ 10 წლის წინ რა გზა იყო და ის გზა იყო რომ არავის არ ეჯერა ჩემს ძალიან ახლობლებსაც კი აი ყველა იცინოდა რომ რას ლაპარაკობდა რა ხელფასი უნდა დაუნიშნოდა რა უნდა შეძლოთ ბოლო რაღაცა ეს წარმოდგენაზე კი მაგრამ სარეპერტუარო თეატრი თუ ჩამოყალიბდებოდა და თუ კი რაღაცა სახელმწიფო სტატუსით იქნებოდა ეს ყველაფერი და განაც ინტეგრირებული თეატრი ჩამოყალიბდებოდა ნუ ალბათ არავის არ ეგონა იმიტომ რომ კიდევ ამბობ რომ ძალიან შინაურებით კი ძალიან რაღაც სასაცილო და რაღაც აყოფნიდა ხოლმე აი ეს არის ალბათ რა ვიცი ძალიან საამაყო და თუნდაც იმის мотиваტორი რომ აგერ შენი შინაურებით არ გიჯერებდნენ და დღეს უკვე როგორ გიჯერებს ყველა ხო ამიტომ რაღაც გაჩერება აკრძალულია და რა ვიცი ვარ ბაჩო ნამდვილად გვაკლიხარ ახლა აქ სტუდიაში შენს და თქვენი მსახიობები ჩაგეხუტებოდით ყველას და ნამდვილად და აი ძალიან ფიქრობ რომ ძალიან სასიამოვნო სანახაობა ერთ დღეს ტყიბულში მყოფ მაყურებლებს რომლებიც 5 საათზე იწყება ხო თქვენი სპექტაკლი
და ბაჩო კიდე რას მინდა ხაზი გაუსვა დიდი მონდომებით და სიყვარულით გველოდებიან ჩვენ მეორე მივდივართ უკვე ტყიბულში და ქალაქის მერია რა ვიცი ძალიან მეგობრობს უკვე ჩვენთან და რაღაცნაირად იმასაც გიგვირდება რომ ყოველ წელს და ჩაინიშნოს ორი თუ არა ერთი სპექტაკლი მაინც რაღაც მემორანდუმი გაფორმდება ნელა და რაღაც ქალაქებთან თუ რეგიონებთან ჩვენ გვექნება უკვე ესეთი ხაზი უკვე ნაცნობები ვართ ყველასთვის თითქმის და დიდი სიამოვნებით გვიღებენ ხელმეორედ თუ ხელმესამედ თუ ნინო რა ბედნიერება ესეთი ხალხი რო არსებობს როგორც ბაჩო არსებობს ესეთი თეატრი რომელიც მხოლოდ თეატრი არ არის ფაქტობრივად 10 წლის განმავლობაში თქვენ იტვირთეთ ერთგვარი სასწავლებლის ფუნქციას იმიტომ რომ აქ ტარდებოდა ტრენინგები და ეს ადამიანები გახდნენ პროფესიონალი მსახიობები ბაჩო ამის ხაზგასმა აუცილებელია რომლებიც თავად უკვე არიან ერთგვარი მენტორები და ერთგვარი პედაგოგები გაიზარდნენ კი ამ თეატრში გაიზარდნენ და კიდევ რისი თქმა მინდა ბაჩო აი თავიდან მსახიობები რომლებიც პროფესიონალ მსახიობებს გულისხმობ მათი რიცხვი გაიზარდა და აი მათი რეაქცია მაინტერესებს ხოლმე ისინი იცვლებიან თუ არა აი ამ თეატრში აი ამ ადამიანები როგორ მიმდინარეობს უკავშირი კი გეტყვით აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. აი თავიდან მე ძალიან მიჭირდა, ნუ ეხლა ჩემი მეგობრები ვინც იყვნენ და ვისაც ხშირად ქონდათ ურთიერთობა, ისინი უკვე მიჩვეულები იყვნენ ამბავს, მაგრამ როგორც კი ახალი მსახიობის დამატება გვინდოდა, მაგალითად ტიპაჟურად და რაღაც მისი შესაძლებლობებით რომ მოვიყვანდით, ერთი კვირა თუ გაძლებდა ხოლმე რაღაცნაირად და მე იყო ფრაზები, აი ვიჩრგუნები, აი და რაღაცა მეგონა რომ მე ვაწვდიდი ალბათ არასწორად ან საზოგადოება და განემოაწვდიდი ადამიანებს არასწორად და აი დღეს უკვე ხა აი თვითონ მირეკავენ მართლა თვითონ მირეკავენ გუშინაც დამირეკა ხო ალექსანდრე მიხელიშვილი რომ აი რაღაცა იქნება მათამაშო კიდევ ერთხელ და ანუ დღეს პირველად ხდება ეგეთი ამბები რომ თვითონ რეკავენ უკვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ციანად ადაპტირდნენ არ ვიცი რა ერთმანეთში ეს არც მინდა ხოლმე ვთქვა ტიპურიდან ვინც არის აი რაღაცა არა ჩვენ ამბავს და აი ეს ამბავია და კიდევ ერთ დავამატებდი აი გასწრებთან დაკავშირებით ხო ჩვენ მივდივართ და ყველა რეგიონი სადაც ჩავდივართ ყველა მეუბნება რომ იქნებ ჩვენთანაც გაიხსნას ეს თეატრი და იქნებ რაღაცნაირად დაგვატრენინგოთ ან ესეთი რამე და ესეთი სერვისიც კი მოვიფიქრეთ აგერ ძალიან მალე უკვე პირველი ტრენინგი გვექნება ჩავალთ რეგიონებში და თქვათ მე და აგერ ჩემი ორი მსახიობი ხო ჩავდივართ და დრამათერაპიის ტრენინგს ვატარებთ სხვადასხვა ტექნიკებს ვასწავლით იმ ადამიანებს სხვადასხვა ნაირად ვცდილობთ რომ ისინი იყვნენ არ ვიცი მონდომებულები ძალიან არიან და მათ უნდათ ყველგან უნდათ რაღაც მსგავსი ტიპის დასით გახსნა და ამიტომ ჩვენ რაღაცნაირად ვაძლევთ პირველ საწყის ტექნიკებს, რითაც მე აშენებენ და აშენებენ კიდევ ახალ ასდაკის ბაღებს. ბაჩო და მინდა ჩვენი საუბარი დავასრულოთ იმით, რითიც დავიწყეთ. ან წლების განმავლობაში ასდაკის ბაღი იყო დასი. ინტეგრირებული დასი, თუმცა დღეს უკვე სახელმწიფო თეატრის სტატუსი აქვს და ისევ შეგეკითხები, რამხელა პასუხისმგებლობა ამ სტატუსის ტარება და თავად მსახიობებისთვის რას ნიშნავს ეს? საინტერესო შეკითხვაა კი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იქიდან გამომდინარე რომ ანუ სულ მაგას ვიძახით რომ გახდეს კონდეს ესეთი თეატრი მსოფლიოში არ არსებობს მსგავსი სტატუსის თეატრი და რაღაც თავიდანვე სულ ეს მინდოდა და ყოფილიყო და იმხელა პასუხისმგებლობა რამდენადაც აი ახლა უკვე გვაქვს და ხო აი აქამდე რომ მოვსულიყავით რამდენისთვის დაგვჭირდა რომ დაგვემტკიცებინა რა და აი ეხლა გრძელდება არაფერი დამთავრებულა ახლა უკვე როცა ვართ ეს და სახელმწიფო სტატუსის თეატრი ვართ ახლა გვაქვს სამტკიცებელი რომ ცუდი აქ არაფერია და პირიქით აი ამიტომ გვინდოდა
რა შეიცვალა ეხლა ჩვენ მსახიობებში არ ვიცი ის შეიცვალა რომ ყველანი მოდიან სამსახურში ყველას აქვს ძალიან დიდი мотивация მათ დაენიშნათ ხელფასები რითაც ამაყობენ და აი შევიძახდნენ რომ მსახიობები ვარ და ეხლა ოფიციალურ დონეზე მსახიობები არიან აქამდე ჩვენ არ შეგვეძლო პროფესიული თეატრი გამოგვეყენებინა სტატუსად ვინაიდან შაშიშმოპირი ვერა არ შეიძლება ვერ აბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში აი ამიტომ რაღაცა კი არ გადავახტით ამ ყველაფერს გავიარეთ ჩვენი ყველაფერი არაფორმალური განათლებით და უკვე დაგვიშვეს რომ აი ესეთი პროფესიული სტატუსი მოენიჭებინათ და ამით ყველანი ძალიან ბედნიერები არიან და მათი სიამაყე არის ეკვივალენტია რომ თვითონ ამაყობენ სულაც არ ვეკითხებით ერთმანეთს ვისი გამარჯვებაა ყველას გამარჯვებაა და არ ვიცი რა ეს ამბავია ჩემი ბაჩო და აი ძალიან საინტერესო რამ თქვი რომ კი არ გადავახტით გავიარეთ ეს ეტაპი და რაც შეეხება ეტაპებს ზოგადად თემა რა თქმა უნდა ძალიან დიდი გზა გაიარა ყველა ეტაპი და მე მგონი არ ვიცი აი რა თქმა უნდა შენი მოსაზრებაც მაინტერესებს შენობით მოგმართავ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ უკვე წლები მეგობრობ და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია ამ ეტაპების გავლა ანუ გადახტომაზე როდესაც საუბრობთ მე მგონი არამართებულია თუმცა სულ ვამბობ რომ იყო დრო როცა ჩვენ ნელ-ნელა გავდიოდით ამ ეტაპებს და ეხლა მე მგონი უკვე იმის დროა ჩვენ მოცდის დრო აღარ გვაქვს რა თქმა უნდა და თუნდაც ის გამოწვევები რაც არის ალბათ ერთობლივად გეგმაზომიერად კანონზომიერად ერთად უნდა გადავლახოთ ხო ნამდვილად და ეს არის ხო აი პროფესიული სიტყვა რა არის ზუსტად იმიტომ გავხდით პროფესიული რომ პროფესია შევისწავლეთ და ეს ანუ ეტა ნაბიჯი სლიანად გავლილი გვაქვს სახეობის სტატუსს და ის რიგი საკითხები და რიგი საგნები რაც უკვე მსახიობს შეადგენს შემდეგ და ანუ მსახიობი გახდები აი ამ ვიცი ნარებით თუ რაც როგორც შეიძლება დავარქვა ძალიან მართლობად აღნიშნეთ ძალიან მაგარია ძალიან ბედნიერები იცით რა არის აი და ისიც არის რომ თუ აქამდე რაღაცა ძალიან გვიჭირდა ხოლმე და ნაბიჯი მოვდიოდით ეხლა შეიძლება რაღაცა დიდი ნაბიჯებით და ცოტა აჩქარებით და სირბილით ძალიან კარგი ბაჩო მუდმივად თქვენთან შეხვედრის დღევანდელი დღე შეშემოპირების უფლებების დღე აბსოლუტურად დაცულია ამ სახით რა ვიცი კიდევ ვიმეორებ არც ერთ ქვეყანას არ ღირსებია მოდი ასე ვთქვა აი ამისთანა ბედნიერება და აი ამისთანა სახელი და ბაჩო მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ თქვენ თეატრის გულშემატკივრები ნინოს განსაკუთრებით თავიდან გვერდშია თქვენთან და დღეს ჩუმად ვიყავ იმიტომ რომ შეკითხვების დასმაში ისეთი ფაქტობრივად აი მეგობრები ხართ და ყველა დეტალი იცის დაწყებიდან და ეხლა ძალიან მიხარიებ თქვენი წარმატება თქვენი გულშემატკივრები ვარ დარწმუნებული ვარ დღესაც არაჩვეულებრივი სპექტაკლი იქნება და დღესაც იქნება მაყურებელთა სიმრავლე და დღესაც შეიცვლება მაყურებელი თქვენი სპექტაკლის ნახვის შემდეგ და ისე ახალ საფეხურზე ახვალთ ერთი ნაბიჯით წინ პროფესიონალურ დონეზე დიახ პლუს 500 მოხიბლული გულია. კი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებას გისურვებთ, ბაჩო. და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ და თქვენს მსახიობებს ყველას მოეფერეთ ჩვენგან. ბაჩო, ჩვენ მადლობა თქვენს ჩვენებს და რა ვიცი, დიდი მადლობა რადიოიდან. ბაჩო, ყველას მოვიკითხავთ წარმატებები, კიდევ ბევრი გულის მოხიბლა, მინიმუმ 500 გულს ასე ვთქვათ. ხო დავიპყრობთო და არა მარტო 500,000 და მეც და მე როგორც ვატყობ თქვენ მთელ სამყაროსაც დაიპყრობთ და მოხარული ვარ რომ მეც ამ ძალიან დიდი თეატრის ასდაკის ბაღის პატარა ნაწილი ვარ წარმატებები დროებით ბაჩო მადლობა ბაჩო გაბრუაშვილი პროფესიული ინტეგრირებული თეატრის ასდაკის ბაღის რეჟისორი სამხატვრო ხელმძღვანელი იყო სატელეფონო ხაზზე და როგორ იწყებდნენ შენ ხომ გახსოვს ეს ყველაფერი როგორი სიზნელები და როგორი აი რას ნიშნავს როდესაც შენ გრძნობ რომ რაღაცა უნდა გააკეთო მით უმეტეს ბაჩოსთვის ეს არ არის უცხო ხო ეს მომენტი ისევე როგორც ჩვენთვის და აი
ძალიან დიდი გამბედაობა გჭირდება. ძალიან დიდი სჭირდება, მაგრამ აი სწორედ აღნიშნა. აი შენ კარგად თქვი, რომ კი არ გადაახდა რაღაცა პრობლემებს. კი არ რაღაცნაირად არა ეტაპ გაიარეს, იმიტომ რომ აი ეთყობა კიდეც ეს არის პროფესიონალიზმი და გახსოვს ჩვენ ხშირად გსტუმრობდნენ მისი მსახიობები და აი პირველად სხვადასხვის ჩვენს ეთერში გაჟღერდა მათი სახელმწიფო თეატრის სტატუსის მინიჭების ამბავი და ხო გახსოვს როგორი ბედნიერები, როგორი სხვანაირები იყვნენ, როგორ სერიოზულად ანუ მუშაობენ ეს ადამიანები. ბაჩომ აბსოლუტურად მართებულად აღნიშნა, რომ მათ არ აქვს საშუალება ის, რომ დაუშვათ გაიარონ თეატრალურ ინსტიტუტში რაღაცა პრაქტიკა და ეს თეატრი არა მხოლოდ საშუალებას აძლევს, რომ ნიჭი გამოავლინონ, თავისი უდიდესი, როგორ თქვა, შინაგანი სამყარო აჩვენონ ყველას. არამედ ისავლონ. იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად კი ბატონო, ნახე მიშა ასდაკის ბაღმა, ბაჩომ და ამ გუნდმა სწორედ ასწავლა, გაზარდა პროფესიონალი მსახიობები და ეტაპ დადგა ის დროც, გაიარეს როგორც არაერთხელ აღნიშნეთ ყველა ეტაპი, რომ მათ უკვე პროფესიული ინტეგრირებული თეატრის სტატუსი მიენიჭათ. ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და არაერთხელ აღსანიშნავი. ერთადერთია კი ბატონო და ეს ჩვენი ქართული თეატრია. და კიდევ ვილოცავთ წარმატებას, რა თქმა უნდა, აცლიანი იუბილეც აღნიშნეს და ვიცი რომ არაერთხელ გაგვახარებენ სპექტაკლებით, გაგვაოცებენ და მოდი ამ თემაზე აი ამით დავიწყოთ საუბარი, არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ აღნიშნოთ, რომ როდესაც ასდაკის ბაღის სპექტაკლს უყურებ, აპლოდისმენტები არა შშმ-ს, აპლოდისმენტები პროფესიონალის ნიჭს და ტალანტს. მართალი ხარ და მე მომწონს ხოლმე შენ ამას ხაზგასმით. ძალიან ხშირად ვიმეორებ და ნამდვილად ეგრეა. ეგ არ არის რაღაცა სიბრაული, ეს არის აღიარება ნიჭისა, რომელიც ყველა ადამიანში არის და მადლობა რომ არსებობენ ესეთი ადამიანები, როგორც ბაჩო. და ისე მიუბრუნდეთ ის, რომ ზუსტად თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, ცნობიერების ამაღლება და აი მსგავსი დავუშვათ სახელოვნებო აქტივობა, კონკრეტულ შემთხვევაში ასდაკის ბაღი, პროფესიული თეატრი, ინტეგრირებული თეატრი, სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ინტეგრაციისკენ. ჩვენ ამ თემის გაგრძელება ფაქტობრივად გვექნება, საშუალება გვექნება კავშირია არაჩვეულებრივი ესეთი ორგანიზაცია, დამფუძნებელი ნინო ჭაბუკიანი, ბენეფიციარი ინგა ილურიძე, პედაგოგი ნანა პაიაშვილი, 15 საათზე და 15 წუთზე გვეწევიან ესენი, თუმცა მანამდე ჩვენ გვეყოლება კიდევ არაჩვეულებრივი სტუმრები, ეს მეუღლეები ქეთა მერკვილაძე, მხატვარი და წიგნის ავტორი, რომელსაც მუნა ინდილთა ბელადის ქალიშვილი ქვია და მისი მეუღლე გურამ ჯაფარიძე, რომელიც რედაქტორი იყო და რომელსაც ასევე რაღაცა მალე ექნება. და გურამაც ახალი წიგნი გამოსცა, ამაზე ვისაუბრებთ. თუმცა შემდეგ საათში ჩვენ თქვენ უბრალოდ ვიფასო რადიოსმენელებო გექნება საშუალება მოისმინოთ მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთი მოთხრობა შურის მაძიებლები და ჩვენ უკვე დაგიბრუნდებით ქეთისთან და ქეთი მერკვილთან ერთად. დროებით